აი ზუსტად ამ შეძახილით თითქმის ერთი წლის წინ დავიწყეთ ეს პროტესტი და მაშინ ჩვენ როდესაც დავთქვით ის პირობა რომ ვიბრძოლებდით ბოლომდე ამ ტელევიზიასთან მიმართებით აუცილებლად მივახტევდით იმას რომ ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი აღარ იქნებოდნენ ამ ტელევიზიაში აი ამ ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ ამ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ ეს არ იყო რაღაცა გაუაზრებელი ეს არ იყო შემთხვევითი ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ვითავისებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად ვართ ამიტომ ეს გვინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი აქ მესვეურებს ვისაც გონიათ რომ ან რაიმე დაგვავიწყდა ან ჩვენი წინააღმდეგობა შეფერხდება არანაირად პირიქით ვიბრძოლებთ იქამდე სანამ მათ არ მოვაშორებთ სახელობითად მათ თუმცა ცხადია რომ თელს სისტემას დღევანდელი ამ აქციის მთავარი თემა არის პროპაგანდა ბუნებრივია და პროპაგანდა და კორუფცია ხო ჩვენ ბოლო კვირეების განმავლობაში ვხედავთ და პრინციპში თვითონ ქართული ოცნება ღია დაცხადებს თუ რამხელა კორუფციაში იყო ჩამხჩვალი თვითონ ეს რეჟიმი თავიანთ მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ და ღია დაცხადებენ რომ აქ საუბარი რაღაცა არ არის ასეულობით ათასლარზე არამედ მილიონებზე ასეულობით მილიონზე არის და ამაზე პრინციპში ჩვენ წლებია ლაპარაკობდით თუმცა დღეს უკვე ღიად გამოაცხადეს და ჩვენ ხედავთ რომ ერთი მხრივ კორუფცია როგორ ეხმარება და ინარჩუნებს აი ესეთი ტიპის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს როგორიც არის საზოგადოებრივი ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი როგორიც არის რუსთავი 2 ან რუსთავი 2 როგორც ვეძახით პოსტივი იმედი და მეორე მხრივ თვითონ ეს პროპაგანდისტული ტელევიზიები როგორ მალავენ და როგორ ინარჩუნებენ ამ კორუფციას ხო ანუ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან აი ხელი-ხელს ბანს პრინციპით პირიქით ერთმანეთს ინარჩუნებენ და ზუსტად ამიტომ კორუფცია და პროპაგანდა არის ჩვენი მთავარი თემა მაგრამ გარდა ამისა გვინდა ასევე გამოვეხმაუროთ ჟურნალისტების დაპატიმრებებს განსაკუთრებით მათი კოლეგების ყოფილი კოლეგების დაპატიმრებებს ვასკა ივანოვიჩ-ჩიქოვანის და ლევან ჯობავას რომელზეც ფაქტობრივად არაფერი უთქვამს ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს და პირიქით თითქმის ტერორისტებადაც გამოიყვანეს ეს ადამიანი ანუ ერთი მხრივ ან საერთოდ მალავდნენ ინფორმაციას ან მეორე მხრივ პირიქით ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ მათ და ეს არის რაღაცა სირცხვილის ალბათ ქვედა ზღვარი რომელიც ამ ტელევიზიამ პრინციპში გახვრიტა კიდევაც ხო და პრინციპში გვინდა აქ მოუწოდოთ მათ თანამშრომლებს რომ თუ კიდე არიან თქვათ თანამშრომლები დარჩენილები რომლებსაც თქვათ რაიმე ტიპის პროტესტი აქვს რომლებსაც რაღაცა ტიპის წუხილები აქვს რომლებიც არ ეთანხმებიან ამ პოლიტიკას შეუძლიათ ცხადია ამას ექნება თავისი შემდეგ შედეგები მოყვება ისევე როგორც ვასკასთან მიმართებით მოყვა ისევე როგორც ნინო ზაუტაშვილთან მიმართებით ისევე როგორც რეალური სივრცის გუნდთან და სხვებთან მიმართებით და არავის არ გვაქვს დავხენილი ცხოვრება მაგრამ რა ვქნათ სიმართლის ფასი ეს არის და ღირსების ფასი ეს არის ამიტომ მათაც მოუწოდებთ რომ უფრო მეტად იაქტიურონ და შიგნიდანაც შეეცადონ რომ ეს მავნებლური სისტემა შეარყიონ ნუ დაგველოდებიან ჩვენ სანამ აქ მოვავთ და სანამ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე არ მივიყვანთ ამიტომ ეს მოწოდება მათაც გვინდა რომ რაღაცნაირად მივაწოდოთ ჩვენ გვახსოვს დასაწყისში რომ უამრავია დავით ასეულობით თანამშრომელი იყო ვინც განცხადებას ხელს აწერდა ვინც ღიად გამოხატავდა პროტესტს და ნელ-ნელა მათი რაოდენობა რაღაცა შემცირდა და ბოლოს უკვე რომელ მხარეს არიან უკვე აღარ გვესმის და ვეღარ ვხედავთ ამიტომ დღეს არის ის დრო როდესაც პირიქით აქეთ მხარეს უნდა გადმოვიდნენ და უნდა დაგვანახონ ჩვენ რომ ჩვენთან ერთად არიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამ პროტესტში შემოგვიერთდით ორი სიტყვით ვიტყვით თვითონ ჩვენი ამ პროტესტის რაღაცა ამ შეცვლილ სტრატეგიაზე რაზეც პრინციპში ნახავდით კიდევაც რომ ესეთი პერიოდულ მარშებზე აქციებზე გადავედით თუმცა გარდა ამისა ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაციაში შევედით თვითონ
საზოგადოებასთან რამდენიმე ხნის წინ ნახავდით სახალხო მოამბეს, რომელიც სოციალურ მედიაში გავავრცელებთ და უკვე ფორმულას მეშვეობითაც გავავრცელებთ, სახალხო მოამბე, სადაც ჩვენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მივდივართ, ამ შემთხვევაში დიდუბის ბაზრობაზე ვიყავით, ოკრიბაში ვიყავით, სადაც ვლაპარაკობდით იმ თემებზე, რაზეც არ ლაპარაკობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფარავთ იმ თემებს, რასაც არ ფარავს საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმ წუხილებს ვეხებით. ხო, ეს არის გაზრდილი ფასები, სოციალური პრობლემები, რაც ჩვენ საზოგადოებას აქვს, ჟანდაცვა, განათლება, რომელსაც ეხლა ანგრევენ და ბევრი სხვა. ამიტომ დააკვირდით და თვალი მიადევნეთ ამ გადაცემას, ყოველკვირეულად გავა, როგორც სოციალურ მედიაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს, ასევე ფორმულას ეთერში. ჩვენ ასევე ჩვენი შეთავაზება წარუდგინეთ ოპოზიციურ მედიებს, კრიტიკულ მედიებს, ფორმულასაც და პირველსაც გააქვს გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებითაც და ჩვენი მოთხოვნა იყო ზუსტად ეს, რასაც ეხლა ვიძახით, ეთერი ხალხს. ანუ მეტი დრო, მეტი ეთერი უნდა დაეთმოს ხალხს იმ საზოგადოებას მათ შორის, ვინც პროტესტში არის და არა ვთქვათ პოლიტიკურ ელიტებს, ვისაც ეს დრო ისედაც აქვს და საკმარისად ჰქონდათ, რაც მეტილად მათთვის ვერ გამოიყენეს, ამიტომ დროა რომ ჩვენს გადავეწყოთ სტრატეგია შეიცვალოს და ადამიანებს საზოგადოებას უფრო მეტი დრო დაეთმოს. გვაქვს კიდევ არაერთი მიმართულება და არაერთი კუთხით პროგრესი, მაგრამ ამაზე ხა აღარ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ჩვენი პროტესტი აუცილებლად გრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ მივა გამარჯვებამდე. ეხლა მინდა რომ სიტყვა დავუთმო ბატონ ზურა ცეცხლაძეს და კიდევ ერთხელ აქედან ჩვენი